ათუნა ჩანგზელიანი განაგრძობს თემას. უკვე 4 დღეა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპია მოქმედა. მოიმატა თუ არა მოსახლეობის მიმართვიანობა მოზურგეთის სამედიცინო ცენტრში და რა შეღავათებით სარგებლობენ მშობიარეები, ამას სამედიცინო ცენტრის მომსახურე პერსონალისაგან შევიტყობ. ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი მოქმედებაში 1 ივლისიდან შევიდა და შესაბამისად ოზურგეთის სამედიცინო ცენტრმაც აღნიშნული პაკეტით მომხმარებელ პაციენტთა მიღება უკვე რამოდენიმე დღეა დაიწყო, რომელიც გეგმიური ქირურგიული ოპერაციების 70%-იან დაფინანსებას, გადაუდებელ სტაციონალურ და ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას, ლაბორატორიული გამოკვლევების 70% დაფარვას და სხვადასხვა დაავადებათა სპეციალისტთა კონსულტაციას, ასევე უფასო მშობიარობას ითვალისწინებს. სახელმწიფო უფინანსებს ორსულ მშობიარობას 500 ლარით, საკეისრო კვეთას იმორსულებს, რომელთაც ჭირდებათ საკეისრო კვეთა უფინანსებს 800 ლარით, იმორსულებს, რომლებთაც არ ჭირდებათ საკეისრო კვეთა და საკუთარი სურვილის მიხედვით უნდათ გაიკეთონ საკეისრო კვეთა უფინანსებს 500 ლარით. ანუ დავიწყოთ ისევ თავიდან მშობიარეს, რომელიც მშობიარობს დასამატებელი თანხა კლინიკაში ექნება 80 ლარი. საკეისრო კვეთას ვინც იკეთებს დასამატებელი ექნებათ 110 ლარი, ვისაც არ ჭირდება საკეისრო კვეთა და სახელმწიფო 500 ლარს უფინანსებს, მათ დასამატებელი დაჭირდებათ 951 ლარს მინუს 500 ლარი, ანუ 451 ლარი. ამ თანხაში მშობიარობის 80 ლარში და საკეისრო კვეთის 110 ლარში შედის სამჯერადი კვება ჩვენ კლინიკაში. 5-დან 60 წლამდე შედის სახელმწიფო პროგრამაში დაფინანსება. ამ ბოლო ხანს გაკეთა საკმაოდ ბევრი ოპერაციები. გეგმიურზე ეს ახლა დაიწყება და არის მანამდე იყო 6 თვის განმავლობაში რიგში დგებოდა დაახლოებით პაციენტები, ახლა დგება 1 თვით. ადრე შეაქვს განცხადება და ღებულობენ თანხმობას. აღნიშნული პაკეტით სარგებლობით კმაყოფილია როგორც მოსახლეობა, ასევე მშობიარეებიც. მეორე შვილია ჩემთვის. ახალი პროგრამით დაფინანსება საკეისრო კვეთის მოხდა და ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ ამ პროგრამით. კვებაც დაემატა. საკმაოდ კარგი პროგრამა. ძალიან კარგია და სასარგებლოა მოსახლეობას სულს მოითქვამს. ამ მკურნალობები და ისინი ძალიან ძვირიჯდებოდა და ახლა იმედია უკეთესად იქნება ყველაფერი. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ძირითადი მიზანი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა.